მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ახალი გადაცემა იქნება პირველ ცივილიზაციებზე, ჩვენ უკვე განვიხილეთ შუმერული ცივილიზაცია, განვიხილეთ ჰარაპული ცივილიზაცია, ანუ ინდის ცივილიზაცია, შემდეგ ჩინური ცივილიზაცია და დაგვრჩა ეგვიპტური ცივილიზაცია. ამ ცივილიზაციის განხილვაში უკვე მეხმარება ჩემი მეგობარი და ჩემი კოლეგა ნოდარ მესხიშვილი. და მიმოვიხილავთ ამ ცივილიზაციას. ეგვიპტურ ცივილიზაციაზე ცოტა მოკლე მიმოხილვა რომ გავაკეთოთ. ვიტყვით რომ ჩვენ ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ ვიცოდით მანამდე, მაგრამ გადამწყვეტი რა თქმა უნდა იყო როზეტის ქვის გაშიფრვა 1822 წელს ჟან-ფრანსუა შამპალეონის მიერ და ფაქტობრივად თუ რამე არ ვიცოდით ჩვენ ეგვიპტეზე, ამის შემდეგ შევძელით და უკვე ჩვენ გავიგეთ დამატებით ინფორმაცია. ეხლა კი ნოდარი მოგესალმებათ და თან შემდეგ დავიწყებთ საუბარს. მოგესალმებით, სასიამოვნოა ჩვენს პოდკასტში მონაწილეობა ბატონ ლაშა, წარმატებებს ვისურვებთ პირველ რიგში. იმედი მაქვს, რომ ეს საუბარი გამოგვივა ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ჩვენი მსმენელისათვის. კარგით, მოკლედ დავიწყოთ ახლა ჩვენ საუბარი, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ეს ცივილიზაციები რაც უკვე მანამდე განვიხილე, ვიცით რომ თითქმის თანადროულია შუმერული ცივილიზაციის ანუ დამწერლობაზე ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ უკვე პრეისტორიის შემდეგ, ანუ ისტორიულ ხანაზე, როცა უკვე დამწერლობა იქნება და ეგვიპტური ცივილიზაციაც ფაქტობრივად ის პირველი მერცხალი იყო, რომელიც შუმერებთან ერთად შექმნეს დამწერლობა. ეგვიპტის შესახებ ჩვენი ინფორმაცია მანამდე ქონდა, ვიდრე გაიშიფრებოდა დაუშვათ იეროგრიფები, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას თვითონ პირამიდებიც გვაწვდიდა, რომ ეს არსებობდა ფაქტობრივად ერთადერთი 7 საოცრებისაგან ერთადერთია, რომელიც დღემდე მოაღწია, გადარჩა და ალბათ კიდევ საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ ასევე ჩვენ ისტორიის მამისაგან ჰეროდოტესგანაც ვიცოდით, რომ ეგვიპტე არსებობდა ასეთი ქვეყანა, ეგვიპტეზე დიდი წარმოდგენის იყო, ეგვიპტეს ხარსზე დიდი წარმოდგენის იყო ჰეროდოტე და ფაქტობრივად ეგვიპტეს ნილოსის საჩუქარს უწოდებდა ის. ნოდარ, მოდი ჩვენ რომ დავიწყოთ ახლა მიმოხილვა, სად მდებარეობდა ეს ეგვიპტური ცივილიზაცია, როგორ შეიქმნა, რა იყო, რა გახდა გადამწყვეტი მიზეზი ამ თემაზე რომ ვისაუბროთ და თან მეც ჩაგერთვით ნელ-ნელა. კი ბატონო, როგორც ჩვენთვის ცნობილი ეგვიპტე გეოგრაფიულად აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ეს წითელი ზღვა და ხმელთაშუა ზღვასწორების არხით უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არხი რა თქმა უნდა ხელოვნურად არის გაყვანილი და ერთიანად ესე ვთქვათ კონტინენტს წარმოადგენდა მაშინ აფრიკა და აზია და ეგვიპტეც სინაის ნახევარკუნძულზე საკმაოდ არაც იყო დაკავშირებული. თვითონ ეგვიპტური ცივილიზაციის ჩამოყალიბება რა თქმა უნდა უკავშირდება მდინარე ნილოსს და ჰეროდოტე ტყუილად არ ამბობს, რომ ნილოსის საჩუქარი იყო სწორედ ნილოსის ნობათი ეგრეთ წოდებული ეგვიპტე. საერთოდ ძველი მსოფლიოს ისტორიაში ცივილიზაციები სწორედ დიდი მდინარეების კალაპოტში ყალიბდება, როგორც მდინარეც ჩამოყალიბდა ტიგროს და ევფრატის ასე ვთქვათ ნაყოფიერ მიწებზე, ასევეა ნილოსიც. და ეგვიპტელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ნილოს. თვითონ ამ ეგვიპტის და ძველი ეგვიპტის და თანამედროვე ეგვიპტის გეოგრაფიულ მდებარეობას თუ მიმოვიხილავთ, მას ასე ვთქვათ, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა ესაზღვრებოდა და ეხლაც ესაზღვრება რა თქმა უნდა დასავლეთიდან ლიბიის უდაბნო, აღმოსავლეთიდან ეს სინაის ნახევარკუნძულისა და აღმოსავლეთის უდაბნოები, სამხრეთიდან ნუბია და ეთიოპია ესაზღვრებოდა და იქ ნუბიის უდაბნო. შესაბამისად ეგვიპტე რაღაც ჩაკეტილი ცივილიზაცია იყო, რომელსაც გადასამყაროსთან დიდი ხნის მანძილზე კავშირი არ ჰქონდა და ყველაფერი დამოკიდებული იყო ამ ნილოსზე, მდინარე ნილოსზე, რომელსაც უკავშირდება მთელი ეგვიპტური ცივილიზაციის აღორძინება, ჩამოყალიბება და განვითარება. კი. მოკლედ ცოტა ხანი ჩაგერთები, აი შენ ახსენე ზუსტად ეს შუმერები და სხვა ცივილიზაციები მართლაც ფაქტობრივად წყალის სიცოცხლის საწყისიაო გაგვიგია გამოთქმა და მართლაც დიდი მდინარეები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს
პუნქტს წარმოადგენდა ამ შემთხვევაში სწორედ დინარეების გარშემო ვრცელდებოდა ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წინა გადაცემებში ნახეთ ინდის ცივილიზაციაც ნახეთ ჩინეთის ხუანხი და იანდის ფაქტობრივად და ეგვიპტე ამ მხრივ იმდენად განსაკუთრებულია რომ ჩვენ კარგად ვიცით რომ ძირითადად ორ ნაწილად ყოფდნენ შავ მიწად და წითელი მიწად როგორც ნოდარიმ თქვა ეს წითელი მიწა უდაბნოს წარმოადგენდა და შავი მიწა კი იყო ის შლამი რომელიც ნილოსის ადიდების შედეგად რჩებოდა და სწორედ ამ მიწაზე ხდებოდა შემდეგ დათესვა და მოყვანა სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო ნაწარმის და ფაქტობრივად კალენდარიც კი მოწყობილი ჰქონდათ ამ ნილოსის ციკლის მიხედვით ადიდება მდინარის შემდეგ მოსავლის მოყვანა და მოსავლის აღება ანუ საინტერესო არის ფაქტობრივად ეს და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაწვდის ნოდარ მოდი რომ ისაუბრო ახლა რამდენ ნაწილად იყოფოდა თავდაპირველად აი პრეისტორიული ეგვიპტე ჩვენ როდესაც მე ხო ფაქტობრივად მე-7000 წლეულიდან გვაქვს უკვე ინფორმაცია ჩვენ და ნუ მე-3000 წლეულში ჩდება უკვე დამწერლობა მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მანამდე უკვე ეგვიპტე არსებობს, მაგრამ არის ორ ნაწილად გაყოფილი და ეს თავისებურად იყო გაყოფილი, არა ისე როგორც ახლა რუკას რო დავხედავ ჩვენ და ჩtildeოეთს და უშუალოდ ზემოს უწოდებთ და სამხრეთს ქვემოთ. ეგვიპტე თავისებურად იყო და ამ თემაზე თუ შეგიძლია რომ ინფორმაცია მივაწოდოთ სმენელს. ნამდვილად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეგვიპტელებს აბსოლუტურად პირიქით აღთქმა ჰქონდათ ზემო და ქვემო ამ სიტყვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ ახლა ზემო ეგვიპტე რომ უთხრა ადამიანს რუკაზე გიჩვენებს რომ ის რომელიც ჩtildeოეთის მხარეს მდებარეობს მაგრამ ეგვიპტელებთან პირიქით იყო ეს იყო ქვემო ეგვიპტე ძირითადად მოიცავდა ნილოსის დელტას რომელიც ხმელთაშუა ზღვას უკავშირდებოდა უბრალოდ ხმელთაშუა ზღვასთან ქმნის ესე ვთქვათ დელტას დანაყოფიერ მიწებს ზემო ეგვიპტე ეს იყო უფრო ასე ვთქვათ ქვემო წელზე ნილოსისა ამ ზემო და ქვემო ეგვიპტის განსხვავებები სწორედ ამ ასე ვთქვათ მდებარეობამ გამოიწვია და ხშირ შემთხვევაში ზემო და ქვემო ეგვიპტის ეკონომიკური განვითარებაც იყო ამასთან დაკავშირებული ეგვიპტე არ იყო ასე ვთქვათ ნედლეულებით სავსე ქვეყანა მას ჭირდებოდა სხვადასხვა პერიოდში მეტალების შემოტანა ქვეყანაში რასაც მაგალითად მისი ექსპანსია მოყვა მერე შემდგომ აუცილებლად ისაუბრებთ ალბათ სამდინარეთში და სირია პალესტინის მადნების დაკავება ეს ძირითადად მას შემდეგ ხდება რაც წელიწადს მე-4000 წლებში ერთიანდება ქვეყანა. საერთოდ ეგვიპტური ესე ვთქვათ დამწერლობაც ეხალათაც ახსენე შენ პრედინასტიურ პერიოდში ჩამოყალიბდა ეს 6000 წელია დაახლოებით 6000-დან 3000 წლამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა ყალიბდება ეს სამიწათმოქმედო საზოგადოება და ეგვიპტე იყოფა ორ ნაწილად, ასე ვთქვათ, ყალიბდება ორი სამი, ზემო ეგვიპტე და ქვემო ეგვიპტის სამეფოები, რომლებსაც თავიანთი, ასე ვთქვათ, განმასხვავებელი გვირგვინებიც ჰქონდა, მაგალითად ზემო ეგვიპტის ეპის გვირგვინი იყო თეთრი გვირგვინი, ქვემო ეგვიპტის წითელი გვირგვინი და შემდგომ ამ ორი გვირგვინის გაერთიანება გამოიწვია, ასე ვთქვათ, ეგვიპტის გაერთიანების სიმბოლო იყო და ეგვიპტის ერთიანობის, ასე ვთქვათ, სიმბოლოდ გადაიქცა ფარაონ მინისის შემდეგ, რომელზედაც აუცილებლად ვისაუბრებთ. შემდეგ მომდინარეობს ადრედინასტიური პერიოდი და ხო, ანუ კი ზუსტად კარგ რაღაცა შეეხეთ, რამოდენიმე სიტყვით ჩაგერთები, მეც რომ მართლაც ჩვენ ვიცით უკვე ეს ფაქტობრივად სკოლაშიდაც კი ისწავლება, რომ ეს თეთრი შროშნით კეთდებოდა და ხოლო წითელი პაპირუსით ზემო ეგვიპტესი იყო შროშნით გაკეთებული, ანუ თეთრი, ქვემო ეგვიპტესი წითელი და ეგეც ახსენე პერიოდები, ანუ მე-4000 წლებში უკვე ერთიანდება და აი მენესი ახსენე და სწორედ მათ გვინდა აქ ჩვენ ხვდებით არტეფაქტს, რომელიც ეგვიპტეში იქნა აღმოჩენილი, ეს კერძოდ არის ნარმესის პალიტრა, მეფე ნარმესის
ხო, ანუ ფაქტობრივად ეს ნარმეს და მენეს მეცნიერების გარკვეული ჯგუფი ერთი და იგივე პიროვნებას წარმოაჩენენ. ზოგი ამბობენ, რომ მენესი მისი შთამომავალი იყო, ზოგი ამბობს, რომ განსხვავებული ის იყო. გაურკვევლობა არის, მაგრამ თვითონ ამ პალიტრას რომ შევეხოთ, გაერთიანების წელი დაახლოებით ვიცით ძველი წელთაღრიცხვის 3150 წელია, მაგრამ აი თვითონ ამ ნარმესის ფილას რომ შევეხოთ, ეს ფილა წინიდან და უკნიდან მხარის საკმაოდ თითქმის იეროგრიფიული გამოსახულება, ანუ რაღაც ამბავს გვიყვება, რომ მეფე ნარმესი კვერთხით ხელში არის გამოსახული, რომელიც მონას უღერებს კვერთხს და მეორე მხარეს უკვე თავმოჭრილი ხალხი ჩანან და უკვე აქ ადგას ქვემო ეგვიპტის გვირგვინი და პირველ მხარეს ზემო ეგვიპტის, ანუ ორივე მხარეს ერთ მხარეს ადგას ზემო ეგვიპტის, მეორე მხარეს ქვემო ეგვიპტის, რაც მიანიშნებს, ანუ იეროგრიფების იდეაც ხო ეს არის, ანუ ფაქტობრივად მიანიშნებს, რომ ნარმესმა შეძლო ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანება და უკვე ერთიანი სახელმწიფო ჩამოყალიბდება. სავარაუდოდ რთული საკითხია, მაგრამ ნარმესი და მენესი ალბათ სავარაუდოდ მაინც ერთი და იგივე პიროვნებები არიან. ამ ნარმესის პალიტრის, ასე ვთქვათ, საინტერესოებაზე სწორედ აღნიშნე შენ და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის, რომელსაც ალბათ მეცნიერები და ისტორიკოსები ყურადღებას აქცევენ, ის არის მეორე მხარე, რომელიც სამ ნაწილად არის გაყოფილი, შუა ნაწილში არის გამოსახული რაღაც ორი ასე ვთქვათ, ცხოველი, რომელსაც გრძელი კისრები აქვს და ერთმანეთზე გადაჯაჭვული მდგომარეობაში ქმნიან ერთიან წრეს. და სწორედ ეს არის რაღაც ესე ვთქვათ, ვარაულის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩრდილო და სამხრეთ ეგვიპტე, ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანების პროცესი უნდა იყოს ამაზე რა ქვია, პალიტრაზე აღწერილი და ფარაონ მენესის პერიოდიდან, ასე ვთქვათ, ერთიანი ეგვიპტის ისტორიას ვიწყებ ჩვენ, რომელიც მერე რამდენიმე სამეფოს და დინასტიას მოიცავს, 31 დინასტიას მოიცავს, ესენი ასე ვთქვათ, სხვადასხვა სამეფოების პერიოდში და ეპოქებში იშლება შემდგომ. კი, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქი უკვე, როდესაც ეგვიპტე გაერთიანება მემფისში გადააქვს. კი, ზემო და ქვემო ეგვიპტის საზღვართან. კი, მემფისში გადააქვს და ფაქტობრივად ერთიან ეგვიპტეს ხვდებით ჩვენ უკვე აქ და დგება უკვე მალევე, როდესაც უკვე სრულდება ეს მე-4 ათასწლეული, ამ დროს იწყება უკვე მე-3 ათასწლეული და გადავდივართ ნელ-ნელა უკვე პირამიდების ეპოქაში. და ეს საკმაოდ ეს ძველი სამეფოს ეპოქა არის, ანუ ძველ სამეფოში იქნება სწორედ ეს და ყველაფერი როგორ იწყება ჩვენ ხო ვიცით, რომ ფარაონები ფაქტობრივად როგორც ღმერთები ისე გამოცხადდებიან, არა მხოლოდ მართველები, არამედ ის ჩვეულებრივ როგორც ღმერთები და მათთვის იწყება საკულტო ნაგებობების აგება, როგორიც არის მაგალითად ჯერ მასტიპები იყო, პირამიდა შემდეგ იქნება, სანამ მანამდე მივა. სხვათა შორის გავსი ნაგებობები ჩვენ ზიქურათებს ხვდებით შუმერულ ცივილიზაციაში, ეს იმით განსხვავდება, რომ იქ მსხვერპლშეწირა ხდებოდა ზიქურათში, ღმერთების აცრად ითვლებოდა და რელიგიებში საკმაოდ დიდი სხვაობა შუმერებისგან გასხვავებით სასუფევლის, ანუ იმ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, სასუფეველში შეღწევის შესაძლებლობა ეგვიპტეური რელიგიის მიხედვით შესაძლებელი იყო და რაც შეეხება შუმერული იმით, ჩვენ ვიცით, რომ შუმერები ფაქტობრივად სიკვდილის შემდეგ სიბნელეში ხვდებოდა, მათთვის არანაირი იმედი არ იყო სიკვდილის შემდეგ და ამიტომ გილგამეშიანის ეპოსში ჩვენ ხვდებით, რომ გილგამეში ცდილობს ჯერ უკვდავება მოიპოვოს და როდესაც იგი უკვდავებას ვერ აღწევს, იგი ცდილობს, რომ თავის სახელი დატოვოს, რომ ამით იქცეს უკვდავი. საინტერესო ის არის დღევანდელ ეპოქასა და შეიძლება პარალელი გავივლოთ. მაგრამ ეხლა დაუბრუნდეთ ეგვიპტეს, ცოტა გაგვექცა. ჩვენ ვახსენეთ ეს მასტიბები და რა არის მასტიბი? ეს იყო ყელთავიანი მართკუთხა ნაგებობა და მოდი ნოდარი შენი საუბრე თუ მასტიბებიდან როგორ გადადიან ნელ-ნელა პირამიდებზე ამ თემაზე. კი ბატონო, მასტიბები შენ
შენს ახსენე რომ ეს არის ტალახის აგურით ნაშენი წელსახურავიანი სამარხები, რომელსაც ძირითადად მართკუთხედის ფორმა აქვს. მასტიპებიდან, ასე ვთქვათ, ფარაონ ჯოსერის მმართველობის პერიოდში, ეს არის მესამე დინასტიის ფარაონი, გადავდივართ უკვე პირველ საფეხურებიან პირამიდაზე, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ ამ მასტიპების ერთმანეთით ათმით მიღებულ სამარხად, შეიძლება რომელსაც პირველად პირამიდის ფორმა მიეცა. ეს არის საფეხურებიანი პირამიდა, რაღაც ზეცისკენ თითქოს ასეთი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. ჯოსერის პირამიდის შესახებ ვიცით, რომ ის ლეგენდარულმა ეგვიპტელმა არქიტექტორმა იმხოტებმა ააგო და ამ პირამიდის, ასე ვთქვათ, დანიშნულება იყო ის, რომ ის მარადიულ სიცოცხლეს დაემსახურებოდა ფარაონის. თან ერთი რაღაც არის საინტერესო აქ ნოდარი ნახე პირამიდების მშენებლობა დაიწყეს თვითონ მმართველობის სფეროსაც ხო პირამიდის სახით ანუ ჯერ ფარაონი რომელიც ღმერთ კაცი იყო შემდეგ მოდიოდა მისი ვეზირი ქურუმები ასე შემდეგ უკვე ხელოსნები შემდეგ მიწის მუშაკები გლეხები შეგვიძლია უწოდოთ და ყველაზე დაბალი ფენა იყო მონები. კი, იერარქიული რაღაც საკუთრების ერთობლიობას ქმნის. კი, თავისთავად. რაც შეეხება ჯოსერის პირამიდის შემდეგ ჩვენ ასე ვთქვათ პირამიდების აისახეობა და იმ სახემდე მისდა, რასაც ყველა თანამედროვე ადამიანს კი გეტყვის, მაგალითად ხეოფსის პირამიდაზე და გიზის პირამიდაზე ყველა ისაუბრებს, როგორ მივიდით ასე ვთქვათ გლუვ კედლებიან პირამიდებამდე, პირველი ეს გარდამავალი პერიოდი უკავშირდება ფარაონ სნეფრუმის სახელს. ეს მეოთხე დინასტიის ფარაონია, რომელმაც ააგო პირველი გლუვკედლიანი წითელი პირამიდა და სწორედ მისი ამ ფარაონ სნეფრუმის მმართველობის შემდეგ იწყება, ასე ვთქვათ, დიდი გლუვკედლიანი და რაღაც არითმეტიკული სიზუსტით აშენებული პირამიდების მშენებლობა. იგივე წეხან ხეოფსი ვახსენე უფრო სწორად ეგვიპტურად ხუფუს პირამიდა, რომელიც ყველაზე დიდ პირამიდას წარმოადგენს ეგვიპტურ პირამიდებს შორის. გიზის პირამიდები ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ დღემდე არსებობს მითი მასთან დაკავშირებით, რომ პირამიდები რაღაც მონებმა აშენეს, საიდან რაღაც მოყვანილმა მონებმა ეთიოპიიდან ჩამოყვანილმა მაგალითად, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ დღეს თამამად, რომ პირამიდებს ჩვეულებრივი მონები ვერ ააშენებდნენ. ეს არის, ასე ვთქვათ, სამშენებლო საქმე და არქიტექტურის უმაღლესი. არქიტექტურის შედევრია თავისთავად. ბატონო და თვითონ გიზის პირამიდა 2 მილიონზე მეტი ქვის ბლოკისგან არის აშენებული და ამ ასე ვთქვათ უზარმაზარ ნაგებობას ზემოთ იმისი აკოს, რომ ჩვეულებრივი მონები ვერ ააშენებდნენ. მას სჭირდებოდა კვალიფიციური მშენებლები. თან რა არის იცის საინტერესო? ზოგადად ამ პირამიდის იმაში, ეხლა ცოტა ისე თეორია შეიძლება გადავიდეთ, ეხლა ისტორიას ვეხებით და ჩვენ მაინც ვცდილობთ რომ ჩარჩოებში ვიმასნათ, მაგრამ ზოგადად მითი და ლეგენდები ყოველთვის ასე თუ ისე ისტორიასთან ერთად არსებობდა ყოველთვის და თამდევია რა თქმა უნდა და ბევრი რამე სწორედ ასე ვიცით. ერთი ის რომ ბერძნებს და რომაელების მადლობელები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ სოფლიო ძველი სამყაროს შესახებ, ანტიკური სამყაროს შესახებ, სწორედ და ბერძნებმა და შემდეგ უკვე რომაელმა, სადაც პროფესია უკვე ისტორია როგორც მეცნიერება სწორედ ამ დროს იქნება ვიცით ხო ისტორიის მამა ჰეროდოტე წოდებული, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის იცით? დღემდეა ფაქტობრივად ანუ ზუსტად ჩვენ ვიცით რომ ეს იყო სამარხი და უშუალოდ ფარაონის, მაგრამ დღემდე მიდის დავა სინამდვილეში რა იყო პირამიდა, იმიტომ რომ არც ერთი ფარაონის ნეშტი აღმოჩენილი არ არის. ნუ ამბობენ მეფეთაველზე გადაიტანეს შემდეგ, ხო? ანუ მეფეთაველზე გადაიტანეს შემდეგ გაქურდის საფრთხის გამო, მაგრამ ნუ ფაქტი ეს არის რომ და ამ ფაქტს ვერ გავექცევით და კვლევის საგანს წარმოადგენს დღემდე ხა ჩვენ უახლესი აღმოჩენები ჩვენ ხომ ნახეთ რომ რაღაც დასკანერებით დაადგინეს რომ პირამიდის ქვეშ კიდე რაღაც არის
ეხლა ინფორმაცია არ მომიძიებია ზუსტად, მაგრამ რაღაც ელექტრულ ველს წარმოქმნისო და ნახავთ მომავალში ალბათ გავიგებთ ამ ბევრი თეორია არსებობს, ზოგი უცხო პლანეტელს იძახის, ზოგი მონებს იძახის, ზოგი ქვიშა გაქვავდაქვათო, ეგი ისიც არის და ზოგი ის. ერთი ის არის, რომ როდესაც ინჟინრება დაითვალეს თუ რა დრო ჭირდებოდა ამ პირამიდის აშენებას, ფაქტია, რომ ცოტა არარეალური წვთან მივდივართ და ცოტა შეუძლებელია. ამიტომ არის მართლაც საოცება, ანუ შვიდ საოცრებაში პირველია და ერთადერთია, რომელიც დღემდე მოაღწია და გასაოცარია რა. მაგრამ ეს პირამიდები ჩვენ ეგვიპტეზე ვიცოდით, თორემ შემდეგ სხვა ცივილიზაციებშიდაც თავისთავად შევხვდით, კიდე ჩინეთში და კიდაც შემდეგ უკვე იქით ამერიკის კონტინენტზედაც ნახეთ თავისთავად. ხო, ანუ პირამიდებზე ფაქტია, რომ ეს რო უბრალო მონებს აეშენებიათ, მართლაც ის მათემატიკური სიზუსტით არის აშენებული, ცოტა რთულია, ასე ყოფილიყო აშენებული. კლებისაგანია დღემდე და ადრე თუ გვიან ეტყობა სავარაუდოდ მაგ საიდუმლოსაც ამოხსნის კაცობრიობა. ცოტა ეგვიპტის მითოლოგიასაც რომ შევეხოთ, რომელიც ღვთაებები ყავდა, ვერ გავექცევით რა ამ შეხედულებას, იმიტომ რომ როდესაც ძველ ცივილიზაციაზე ვსაუბრობთ, ბევრი რამე ვიცით, სწორედ ამ სწორედ რელიგიით და იმიტომ დიდ მთავარ როლს თამაშობდა მეორე კაცი იყო ქურუმები და ის ფარაონის შემდეგ. თვითონ ფარაონი ღმერთად აცხადებდა თავს და ანუ ფაქტობრივად ჩვენ რელიგიურ შეხედულებებს ვერ გავექცევით ამ დროს და ამიტომ ვისაუბრობთ ამ თემაზედაც და კი ბატონო, ძველი მსოფლიოს ცივილიზაციების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ რელიგიური მიმართულება და ეგვიპტელებსაც საოცარი მითოლოგია აქვს და აქვთ რა თქმა უნდა თავიანთი ღმერთების პანთეონი, ეს პოლითეისტური სახელმწიფო იყო, სადაც უამრავი ღმერთი იყო, თავად ახსენე რომ ფარაონიც კი ღმერთად ითვლებოდა ეგვიპტელებისთვის და ფარაონი უფრო მეტად თქო გარდამავალი პერიოდი იყო დამაკავშირებელი ჯაწვის რგოლი ღმერთსა და ადამიანებს შორის. თუმცა ეგვიპტური მითოლოგიის მთავარი მითი რა თქმა უნდა არის ოსირისის მითი. ეს არის მითი, საიდანაც ესე ვთქვათ ეგვიპტური საიქიო ასე ვთქვათ ცხოვრება იწყება. საიქიოს ბრძანებელი, კი ბატონო. საიქიოს ბრძანებელი ხდება, კი ბატონო. რაც შეეხება ოსირისის მითს, ოსირისის მითის მიხედვით ის თან ერთი რაღაც ჩაგერთობი 2 წუთი რა არის იცი, როდესაც ახლა ჩვენ ვიცით შუმერული ცივილიზაცია, ვიცით ეგვიპტური და ეს ორი ცივილიზაცია ისწავლება სკოლაში და როდესაც ინფორმაციას ვეძებდი დაუშვათ ჰარაპურ ანუ ინდის ცივილიზაციაზე, იქაც წავაწყდი სამი ღვთაების სისტემას. ანუ ინდის ცივილიზაცია დღევანდელ ინდუსებთან კავშირი აქვს თუ არა გარდამავალი ჯაჭვი, ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი, მაგრამ ამბობენ რომ სამხრეთში მცხოვრები დღევანდელი ინდუსები არიან ამ არაპელების და ამ სხვადასხვა ქალაქში ამ ძველი ინდუსების შთამომავალი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იქაც ეს სამობის ის რაღაც ხვდება და ქრისტიანობაში თავისთავად სამების თემა არის და აქაც სამი მთავარი ღვთაებაა თავისთავად. ხო, ანუ ოსირისი საიქიოს ბრძანებელი, ისი და მისი ცოლი და მათი ვაჟი ჰოროსი, რომელსაც გადაყავს სულები ფაქტობრივად ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში. თავისთავად აქაც არის ანტაგონისტი, ამას ვერ გავექცევით, ყველა რელიგიაში არის ანტაგონისტი, მაგრამ აქაც ზოგადად იმ ძველი მითებს ისახასიათებს, რომ არის კი ანტაგონისტი, ხა შეიძლება ჩვენ კარგად არ ვიცნობთ და ვერ ვისაუბროთ ეგვიპტურ მითებზე, მაგრამ კარგად ვიცით სამაგიეროდ ბერძნული მითოლოგია და ანუ ზევსი ანტაგონისტი არის თუ არ არის, ცოტა რთული სასაუბროა, კაცი რომელიც ღმერთი ყალებში, რომელიც მუდამ ცოლს ღალატობს და ეგეთის ცოტა რთული. ხო, მოდი რომ ისაუბრო ამ თემებზე და მეც ჩაგერთები თანდათან. ოსირის შევეხებოდით, მას თქვათ, რომ ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით ყველაფერი იწყება ნუნის ტიროყოფილი წყლებიდან. სწორედ ამ ნუნის წყლების ერთ-ერთი ღმერთია ოსირისი, რომელიც საიქიოს ბრძანებელი ხდება. ოსირის მისი ძმა სეთი კლავს, ქაოსის ღმერთი
დაიწყოს რაღაც ასე ვთქვათ ქაოსურ სიტუაციას მეფურ ხაებრივ მიმართულებაში ეგვიპტურ მითოლოგიაში, თუმცა ყველაფრის ასე ვთქვათ თავის ადგილზე დალაგება საკუთარ თავზე იღებს ოსირისის მეუღლე ისიდა, რომელიც მისი მეუღლის ნაწილებს შეაგროვებს ერთად და მას ღვთიური ძალით გააცოცხლებს იმისათვის, რომ მე შემდგომში შეეძინოთ ვაჟი ხორუსი, რომელიც შენ თავად ახსენე, რომ რაღაც გარდამავალი პერიოდი გახდა შემდგომ სააქაოსა და საიქიოს შორის. ხორუსი არის ღმერთი, რომელსაც გარდაცვლილთა სულები მე გადახავს ოსირისთან, ანუ საიქიოში, თუმცა საიქიოშის მოხვედრაც არ არის ასეთი მარტივი, ეს ინფიცირების პროცესთან არის შემდეგ დაკავშირებული და საკმაოდ საინტერესო თემა, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ადამიანის სასიცოცხლო ძალას, ანუ ენერგეტიკულ ორეულს ეგვიპტურ ცივილიზაციაში, ამას კაცავაც ეგვიპტურ მითოლოგიაში მას ტახტია, ადამიანის პიროვნებას, ანუ სულს, რომელიც ფრინველის სახით გამოისახებოდა ხოლმე ეგვიპტურ მითოლოგიაში და იეროგლიფებში მას ბას უწოდებენ და ეგვიპტელების მერე შემდგომ მომიფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო კასა და ბას, ანუ სხეულის შენარჩუნება აუცილებელი იყო შემდგომ, რათა კას და ბა შეიძლებოდათ მათთან დაბრუნება, სხეულთან დაბრუნება, რა თქმა უნდა და მარადიული სიცოცხლის მოპოვება შეიძლებოდა შემდგომ ოსირისის საიქიოში. ხო, საინტერესოა ეგ თემა, ანუ ეს კას და ბას ერთობა და აი ეს მუმიფიკაციაზედაც რო ვისაუბროთ ახლა, ეს ერთ-ერთი საინტერესო რაღაც არის, რაღაც ჭალებში ხელოვნების დონეზე ყავდათ აყვანილი, მნიშვნელოვანის რა. ხო, ანუ გარდაცვლილ ადამიანს ჯერ იწყებოდა თავისთავად მისი გასუფთავება, შემდეგ ცხვირიდან ვიცით სითხე შეყავდათ და ტვინს უღებდნენ, შემდეგ შინაგან ორგანოებს უღებდნენ და ცალკე ინახავდნენ, ერთადერთი რასაც ტოვებდნენ იყო გული, რადგან გული უშუალოდ კავშირში იყო ამ კასთან და ბასთან, ეს ორივე სული იყო უბრალოდ თავის მოვალეობა ჰქონდა, როგორც თქვი, სიცოცხლის ძალა იყო თავისთავად და ბაც თქვი, ეს ფაქტობრივად ის სული იყო, რომელიც ეხმარებოდა საიქიოში გადასვლაში ადამიანს. გულისთან შესახებ ვიცით მაგაზედაც, რომ როდესაც უკვე ადამიანი საიქიოში გადადიოდა, ხდებოდა მისი გულის აწონვა, ბუმბულთან შედარებით, თუ გული გადასლებდა, ისე იგი ცოდვილი იყო და ვერ მოხდებოდა სასუფეველში და თუ გაუთანაბრდებოდა, ანუ არა ბუმბული დასევდა, არამედ თუ თანაბარი გახდებოდა, თავისთავად მოხდებოდა ოსირისთან. მეტად საინტერესოა ეს მუმიფიკაცია ფაქტობრივად 70 დღე გრძელდებოდა და ვიცით რომ გრაგნავდნენ ეს ნელსაცხებებს უსვევდნენ და ეს ტილოებში გრაგნიდნენ და ჩვენ ხო რამზესის მუმია ნაპოვნია, ასევე სხვა მუმიები ნაპოვნი გვაქვს და კანი ფაქტია თავისთავად როგორც ცოცხალ ადამიანს ისე არ აქვს, მაგრამ კანი ჩვეულებრივად შენარჩუნებული აქვს და საინტერესო არის თვითონ ეს და სხვადასხვა ეს კულტურა, ზოგადად სხვადასხვა ცივილიზაციების მეტად საინტერესოა, სხვადასხვა კარგი რაღაც ინფორმაციებს გვაწვდის ინფორმაციულად და ეს მუმიფიცირება ფაქტობრივად თანდები იყო ეს ეგვიპტური ცივილიზაციის და ფაქტობრივად ყველა გარდაცვლის დიდგვაროვანი იყო თუ დაუშვათ საშუალო, ეხლა მონებს და იმაზე სავარაუდოდ არ ცელდებოდა ეს მონა არა ეგვიპტელი იქნებოდა საერთოდ დიდი ალბათობით, მაგრამ ალბათ ეგვიპტელებიც იყო ეგ მაგაზე ინფორმაციას არ გვაწვდის. ეხლა მაგალითად საბერძნეთში ათენს და სპარტაში, სპარტელი და ათენელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო მონები, მაგრამ სხვა პოლისების თუ სხვა ხაირის ხალხს დამონება ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მოსული იყო რომ დაიმონებიათ. ხო, გადავიდეთ მოდი ახლა ჩვენ შუა სამეფოს პერიოდზე, მეორე გარდამავალი პერიოდია ეს უკვე, ეს იწყება ძველი წელთაღრიცის 2191 წლიდან 2040 წელზე, ძველი ეგვიპტის პერიოდი ჩვენ ვიცით უკვე რომ ეს
სწორედ ჩაკეტილობამ, რომ ჩაკეტილი იყო ეგვიპტე და არ ჰქონდათ კავშირი სხვადასხვა ცივილიზაციებთან, ამან გამოიწვია სწორედ მისი დაღუპვა. ბიჭირი მარგებელია, აქაც ჩვენ ნახავთ უკვე, რომ ეგვიპტეში ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა საომარი აღჭურვილებები, საომარი ეტლები და ასე შემდეგ და უნდა ამ თემაზე ვისაუბროთ ახლა. მეორე გარდამავალი პერიოდი ეს არის მესამე ათასწლეულის დასასრული, როცა მესამე ათასწლეულის უკვე ფაქტობრივად ბოლოს გვარიანობამ, პირამიდების მშენებლობამ და ამას გამოგაწეულმა ხარჯებმა ქვეყანა საკმაოდ დაასუსტა და გააღატაკა, ამას მოჰყვა აჯანყებები ფარაონების, აჯანყებები დიდგვაროვნების წინააღმდეგ და ფარაონების ავტორიტეტის დაცემა, რამაც საკმაოდ რთულ მდგომარეობას ჩააყენა ეგვიპტე, თუმცა ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნეში ფარაონმა მენტიხოტეპ მეორემ მოახერხა მრავალწლიანი ომების შემდეგ ეგვიპტის ერთიანობის აღდგენა, სხვათა შორის მეზობელი ნუბიაც კი დაიმორჩილა, თუმცა ეს ამ ფარაონის მენტიხოტეპის მიერ გადადგმული ნაბიჯები საკმაოდ, ასე ვთქვათ, მყითი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან მალე გამოჩნდნენ ეგვიპტეში სემიტური მოდგმრობები, ახსენეთ ახლა, ესენი იყვნენ ფიქსოსები, რომლებიც ეგვიპტელებს უსწრებდნენ საბრძოლო იარაღებით, მაგალითად ფიქსოსებს ჰქონდათ საბრძოლო ეტლები, რომელიც შესაძლოა ეგვიპტელებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მათ ჰქონდათ მაგალითად მორკალური מחვილები, რომელიც ასევე პირველი შესაძლოა იყო ეგვიპტელებთან, ასე ვთქვათ, ბრძოლების დროს და ფიქსოსებმა მოახერხეს ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში გაბატონება. და გაბატონება მთელი 100 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში ფიქსოსების ბატონობა 16 საუკუნის მეორე ნახევარში დაასრულა სამხრეთის ფარაონმა იახმოსმა, დაამარცხა ეს ფიქსოსები და ჩრდილოეთ ეგვიპტე ისევ შემოუერთა სამხრეთ და აღადგინა ქვეყნის ერთიანობა და შეიქმნა ეწოდებული ახალი ეგვიპტური სამხედრო ფლოტიც, ეგვიპტელებმა ნელ-ნელა დაიწყეს მაშინდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელი თანამედროვე იარაღების, იგივე საბრძოლო ეტლების, ასე ვთქვათ, შემოღება თავიანთ არსენალში. აქედან იწყება ეგვიპტის ახალი სამეფოს ხანა, დაახლოებით 5 საუკუნის მანძილზე გრძელდება და ხასიათდება ისეთი ფარაონების მმართველობით, როგორც იყო მაგალითად რამზეს მეორე, როგორც იყო ქალი ფარაონი, მაგალითად ჰატშეპსუტი. ამ რამზესის და ჰატშეპსუტის მმართველობას უკავშირდება უდიდესი მშენებლობების დაწყება ეგვიპტეში და ეს მეორე გარდამავალი ეპოქა სწორედ ამით ხასიათდება, რომ ეგვიპტეში ყვავდება ლიტერატურა, ხელოვნება, იქნება შესანიშნავი ნაწარმოებები, ასევე ფარაონი უკვე აღარ არის მხოლოდ ღმერთი, არამედ ის არის თავის ხალხთან დაახლოებული პიროვნებაც და განიხილება როგორც სამართლიანი მმართველი და მმართველობაზე პასუხისმგებელი უფრო სწორად არის უზენაესი მოსამართლე და ასე შემდეგ. ფარაონი ნელ-ნელა ის, ასე ვთქვათ, ტრანსფორმირდება უფრო ხალხთან დაახლოებულ მმართველად და ამ ღვთაებრიობის შარავანდეთ ნელ-ნელა იხსნის განსაკუთრებით ეს რამზესისა და მესამეს ეპოქებს თუ კავშირდება. კი, და მაგას ჩვენც ნელ-ნელა ნახავთ შემდეგ ზოგადად რა გამოიწვევს შემდეგ, როდესაც მოსავლიანობა მცირდება, ეგ ფაქტობრივად საერთოდ გაქრება. მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანი რაღაც ახსენე, შენ ფაქტობრივად ეს ჩაკეტილობის სისტემა ირღვევა, კარგი გაკვეთილი მიიღეს ეგვიპტელებმა ჰიქსოსების შემოსევით და უკვე ეგვიპტე ხდება ღია და როგორც თავისი იმპერიის ზრახვები ნელ-ნელა იზრდება თავისთავად და იწყება ანუ ეგვიპტელები ეგვიპტის გარეთაც იხედებიან, იწყება ვაჭრობა, ეს ბუფერული ზონების შექმნა და იმპერიის გაფართოებას იწყებენ თავისთავად. ჩვენ ახლა უშუალოდ იმპერიის ხანას რომ შევეხოთ, ამ თემაზე უკვე შენ შეეხე პირველი ქალი ფარაონი ახსენე, ჰატშეპსუტი, მართლაც მნიშვნელოვანი არის ეს, რომელიც ფიქსირდება ფაქტობრივად პირველი ქალი. ასევე ჩვენ აქ ვიცით ეგვიპტეში ეგვიპტის ნაპოლეონს უწოდებდენო, თუტმოს მესამეს, თავის, ხო, ანუ
და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეხლა ეს ისეთი დეტალებია, შეიძლება ცალკე გადაცემები გაკეთდეს, მაგრამ ეხლა მთელ ცივილიზაციას მივიხილავთ, ამიტომ რაღაც დეტალები შეიძლება გამოგრჩეს, შეიძლება ვერ ვთქვათ, შეიძლება ვერ იმასნათ, მაგრამ შეიძლება შემდეგ ცალკე კონკრეტულ რაღაც ეპოქები ჩავშალოთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი თემა, ამოუწურავი თემა არის და ასე ერთი იმით ვერ ვიმასკნით. შეგვიძლია მოკლედ ესე ვთქვათ შევეხოთ მაგალითად თუთმოს მესამის ლაშქრობებს რომ ამ კაცს ეგვიპტელ ნაპოლეონს იმის გამოუწოდებენ რომ თითქმის ყველაფერი დაიწყო მისი ირგვლივ მდებარე სახელმწიფოები იქნებოდა ეს ლიბია, ნუბია, სირია, პალესტინა, ქალაქ სახელმწიფოები და ასე შემდეგ. და მთელი ამ ესე ვთქვათ დაპყრობების თუ ექსპანსიების მთავარი მიზანი რა თქმა უნდა იყო იმპერიალისტური ზრახვები. ალის საბადოების ხელში ჩაგდება, რომელიც მაგალითად კარგი ბრინჯაოს დამზადებისთვის იყო საჭირო, ხე-ტყის და სავაჭრო გზების ხელში ჩასაგდებად, რომელიც შუამდინარეთში ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა და ეგვიპტე იქცა, ასე ვთქვათ, რეგიონში უპირველეს ძალად, რომელსაც ძალიან მare სხვა დიდი სახელმწიფოებიც დაუპირისპირდებიან, როგორც იყო მაგალითად ხეთების სამეფო და მათ შორის დაპირისპირებაზე ცოტა მოგვიანებით ალბათ აუცილებლად ვისაუბრებთ. რაც შეეხება ასე ვთქვათ იმ ფაქტს, რომ ეგვიპტეში მაგალითად სამეფო ხელისუფლებაში ქალი ფარაონის ყავდათ, ჰატშეპსუტი ახსენეთ და ჰატშეპსუტს ეგვიპტელები ხშირ შემთხვევაში გამოსახავდნენ მაინც მამაკაცის წვერით და მამაკაცის სახით, რადგანაც თითქოს არ შეიძლებოდა ფარაონის ქალის სახით გამოსახვა, მაგრამ ის ფაქტი, რომ თვითონ ფარაონი 20 წლის მანძილზე ქალი იყო და ეგვიპტეს ქალი ფარაონი მართავდა და ჰატშეპსუტის ეპოქა ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ ეპოქას ეგვიპტეში, როცა შესანიშნავი მშენებლობები მიმდინარეობს და მაგალითად ეს ჩვენ ჰატშეპსუტის სასახლე გვაქვს შემორჩენილი ლუქსორთან ახლოს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ობიექტი და ეგვიპტოლოგიის დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესო დანიშნულების ადგილია. საბოლოო ჯამში ჩვენ ამ იმპერიის ეპოქაში მივდივართ იმ პროცესებამდე, როცა ფარაონი მაგალითად ამეხოტებ მეოთხე ექსპერტს რელიგიურ რეფორმას, ხო? ესეც საინტერესო თემაა. და ეს იმპერიის პერიოდი, როცა ეგვიპტე ზეობის პროცესია, თითქოს აფრის ქვეშ აღმოჩნდება, რადგანაც ამეხოტებ მეოთხე დააპირებს და განახორციელებს კიდევაც მისი მმართველობის პროცესში, ძველი წელთაღრიცხვის 14 საუკუნის შუახანებზეა საუბარი, როცა მან მაგალითად უარყო ეგვიპტის მთავარი ღმერთი ამონ-რა და ყველა დანარჩენი ღმერთი და ახალი ღმერთის ახალი ღმერთების ასე ვთქვათ მიმდევრებს დაავალა რომ ატონის თაყვანისცემა შემოეღოთ და დაეწესებინათ და ატონი ეს დისკოს ფორმით გამოისახებოდა რაც ასე ვთქვათ ზის თაყვანისცემის სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ. სხვა ღმერთების კურუმებმა ამეხოტებ მეოთხის დროს დაკარგეს გავლენები და დაკარგეს ტაძრები, მიწები, ქონება, რაც რა თქმა უნდა მათ უკმაყოფილებას გამოიწვევდა და გამოიწვია კიდევაც ამეხოტებ მეოთხე იმდენად რადიკალური იყო ამ თავის რელიგიურ რეფორმაში, თვითონ სახელიც კი შეიცვალა ატონის საპატივსაცემოდ და ეხნატონი დაირქვა. საერთოდ ახალი ქალაქის მშენებლობა და დედაქალაქის მშენებლობაც კი დაიწყო ამ ატონის თაყვანისცემის ასე ვთქვათ გამოსახატავად. საბოლოო ჯამში ფარაონი იმდენად ასე ვთქვათ ჩაეშვა ამ რელიგიური რეფორმების საკითხებში, რომ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებს და ხელმძღვანელობას ლამის ჩამოშორდა, რასაც მოჰყვა დაპყრობილი ხალხების აჯანყებები, რითაც სარგებლობს მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალა ხეთების სამეფო და სირია-პალესტინაში ეგვიპტელთა სამფლობელოებს იკავებს. საერთო ჯამში ამახოტებ მეოთხეს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, რომ ატონის თაყვანისცემა შემოეღო მთავარ ღვთაებად უპირისპირდად ექცია და მის თაყვანისცემა შემოეღო მთელს ეგვიპტეში, მისი გარდაცვალებისთანავე კვდება, იმიტომ რომ მრავალღმერთიანობა ისევ კვდება ეხნატონის გარდაცვალების ამეხოტებ მეოთხის გარდაცვალების შემდგომ და საერთო ჯამში ეგვიპტელებმა ლამის ამეხოტები შეაჩვენეს, როცა ერთ-ერთ პაპიროსის ღმერთების მოჯანყედაც მოიხსენიეს და
ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, შემაფერხებელი ამ ეგვიპტური ექსპანსიებისა შეიძლება ითქვას, რომ გახდა მეხუთე მეოთხე ალბათ ამის ეს არ იყო მისი მიზანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი ღმერთის თაყვანისცემის იდეამ ცლად დადებითი როლი ვერ ითამაშა ეგვიპტის შემდგომ განვითარებაზე, როგორც იმპერიული სახელმწიფოში. ხო, თან რა არის, იცი, ეხლა რასაც ჩვენს ისაუბრე, ანუ ეხნატონი. ზოგადად ჩვენ შუმერებში ხვდებით ეგეთ რაღაცას, რომ ყველა ქალაქს თავისი მფარველი ღმერთი ყავდა და თუ ერთი ქალაქი მეორეს დაჩაგრავდა, ეს ღმერთის კულტი ვრცელდებოდა იქაც. ნუ ეს ფაქტობრივად მონოთეიზმის ერთ-ერთი მცდელობა არის, ანუ აი ეს ერთღმერთიანობის, ნუ ქართულად რომ ვთქვათ. მაგრამ თავის მხრივ ასახა მაინც პოვა. ნუ შემდეგში ჩვენ ვნახავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხნატონი მართლაც შეაშვენეს, იწყება ისეთი მოვლენები, რომ კონკრეტულად, როდესაც უკვე ეგვიპტე იშლება, ცდილობენ, რომ სხვადასხვა დაუშვათ სხვადასხვა დიდგვაროვნიდან წამოსული ესა თუ იმ ქალაქის ღვთაებები პირველ პლანზე წამოწიონ. და საინტერესოა, ასევე საინტერესო ის არის, რომ ეხნატონის პერიოდი იმით არის საინტერესო, ჩვენ როდესაც ეგვიპტურ კულტურას ვეცნობით და ანუ კედლის ხატრობას და ვხედავთ დაუშვათ ღმერთების გამოსახულება, ესე ტანით თავზე კატან, სხვადასხვა ცხოველები, ეხნატონის პერიოდში რეალისტური ხდება უკვე ეს ნახატები, მაქსიმალურად ცდილობენ რეალისტური გახადონ და სხვათა შორის იმდენად ცდილობს, რომ ეს ატონის კულტი დაამკვიდროს დედაქალაქსაც კი ხო ვიცი ჩვენ, რომ ეხატონია დაარქვა და დღევანდელი ამარნის ტერიტორიაზეა და ეს აქ აღმოჩენილი ნაშთები გვაწვდის სწორედ იმ ხელოვნური ტრადიციებს, რომ ეს უკვე ხდება ამ ფარაონის დროს რეალისტური მხატვრობა შემოდის კულტურაში. ეს ამონის კულტი შემდეგ ისევე ბრუნდება ეგვიპტეში და ეს ტუტანხამონის პერიოდს ეხება, ხო, ამაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ და ტუტანხამონის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აღმოაჩინეს ეს მე მგონი ყველაზე კარგად შემონახული მუმია არის, ხო, 1922 წელს აღმოაჩინა კარტერმა და ფაქტობრივად ეს საინტერესო თემა არის, ან როგორ ამდენი ხანი შეძლო რომ არ გახრწნილიყო რა, როგორ რა დონეზე ყავდათ აყვანილი მუმიფიცირება. თან ხელუხლებელი სამარხი იყო, რაც თავარია, თითქმის ყველას გაძარცული იყო, ტუტანხამონის იყო, რომელიც ხელუხლებელი იყო, მისი საფლავი, ეს მეფითაველზე იქნა აღმოჩენილი, თავისთავად ჯერჯერობით არც ერთი ფარაონის საფლავი არ არის პირამიდებში აღმოჩენილი. ამიტომაც ჩვენს ესეც ეჭვებს, რაც ზემოთ ვისაუბრეთ. დანარჩენი ახლა მოდი რამზესიდაც გადავიდეთ. ნოდარ რამზესზე რო ვისაუბროთ და პერიპეტიები განვიხილოთ, უკვე მივიდეთ იმ თავარ მოვლენასაც, რასაც ქადეშის ბრძოლა ქვია და რასაც უკვე ხეთებთან დაპირისპირება ქვია. ხეთები განსაკუთრებით გვიყვარს ქართველებს. ბევრი ქართველი იჩემებს სწორედ ხეთების შთამომავლები ვართ და მოდი ამ თემებს რომ შევეხოთ. მოკლედ ეხნატონის სიკვდილიდან ძალიან მალევე ეგვიპტეში, როგორც თქვი, ეს მრავალღმერთიანობა იქნება აღდგა და ეს ატონის სახელი მთლიანად ამოშალეს წარწერებიდან და ასე ვთქვათ, ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს და შესახსენე, რომ ეს ატონი მერე ტუტანხამონის მმართველობის პერიოდში ხდება. საბოლოო ჯამში ეს ამეხოტების მიერ დაწყებული რელიგიური რეფორმის შედეგად ასუსტებული ეგვიპტეს რამზეს მეორე 11 წლებს, ასე ვთქვათ, ძველი წელთაღრიცხვის 13 საუკუნეში ის ცდილობს თავის პოზიციების აღდგენას სირია-პალესტინაში, რაც ხეთების გავლენებს უპირისპირდება და ამ მიზნით იწყებს ლაშქრობებს სწორედ ახლო აღმოსავლეთში. ეგვიპტესა და ხეთების სამეფოს შორის ძველი მსოფლიოს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა იმართება ძველი წელთაღრიცხვის 1274 წელს. ქადეშის ბრძოლის სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ ბრძოლას. ქადეშის ბრძოლა არის საინტერესო იმ კუთხითაც, რომ აქ გაიმართა ნამდვილი ეტლების ომი.
ეტლების დაპირისპირება ისტორიკოსები გვეუბნებიან, რომ დაახლოებით 5-დან 6,000-მდე ეტლი მონაწილეობდა ამ ბრძოლებში. რაც საკმაოდ მასშტაბური ციფრია და ძალიან ბევრ ფაქტზე მეტყველებს, რომ ორივე მხარე ამ ბრძოლას საკმაოდ მომზადებული შეხვდა. თუმცა საბოლოო ჯამში ქადეშის ბრძოლა დამთავრდა იმით, რომ ხეთებმა უკან დაიხიეს, მაგრამ ვერც ფარაონმა ვერ მოახერხა ამ ქალაქის აღება, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მდებარეობს, თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ამ ტერიტორიის ბრძოლები, ანუ სირია-პალესტინის ტერიტორიებს გულისხმობ, შემდგომში გაგრძელდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. ქადეშის ბრძოლას თუ მიუბრუნდებით, ხეთების მეფე მუათალი მეორე იყო რამზესის მოწინააღმდეგე და ორივე მხარე ამ ბრძოლაში თავ გამარჯვებულად თვლის, რაც საინტერესო ფენომენია. ასევე ბრძოლაში დამარცხებას არცერთი მხარე არ აღიარებს და ორივე მხარე ამბობს, რომ ჩვენ მოვიგეთო. საბოლოო ჯამში მივდივართ იმ ფაქტამდე, რომ ძველი წელთაღრიცხვით 1258 წელს ფორმდება პირველი სამშვიდობო ხელშეკრულება კაცობრიობის ისტორიაში. თან ეს იმითაც არის ცნობილი, რომ ფაქტობრივად დიპლომატიის ის არის რამზესმა როგორ მოახერხა წაგებული მდგომარეობიდან ამ ხელშეკრულებით უპირატესობა მოეპოვებია. მნიშვნელოვანი არის. ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ხელშეკრულებას ხეთების მეფე ხათუსილი მესამე აწევს ხელს და ეგვიპტელებთან მხრიდან ესე ვთქვათ რამზეს მეორე არის ისევ ფარაონი. ამ ხელშეკრულების მიხედვით შენ კარგად ახსენე, რომ რამზესი არ იყო მთლად სახარბიელო მდგომარეობაში სირია-პალესტინაში, თუმცა მისმა დიპლომატიურმა ასე ვთქვათ მუშაობამ შედეგი გამოიღო, დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სამუდამო მშვიდობა დაამყარეს ეგვიპტეს და ხეთების სამეფომ ამ სამეფოების შორის ამყარდა საკმაოდ კარგი ურთიერთობა და თითქოს ერთად უნდა ებრძოლათ შემდგომ საგარეო მტრის მოგერიებისთვის და შინაური არეულობის დროს ერთმანეთს დახმარებოდნენ ამ აჯანყებების ჩახშობაში და ასევე სამეფოები ერთმანეთს დაუბრუნებდნენ პოლვილებს და დევნილებს და მძევლებს, ასე ვთქვათ, ამ ბრძოლის დროს დაპირისპირებულმა მხარეებმა ხელში ჩაიგდეს. არსებობს ესეთი ვერსიაც, რომ ფაქტიც, რომ რამზესმა თვითონ ნათესაური კავშირი დაამყარა ხათუსილთან, როცა მისი ქალიშვილები შეიკოცოლათ. ფლაფშტები ორი ქალიშვილი გახდა რამზესის, ასე ვთქვათ, მეუღლე მომდევნო პერიოდში. თუმცა რამზეს მეორისა და ასე ვთქვათ ეგვიპტისა და ხეთების დაპირისპირება მაინც დასრულდა იმით, რომ რამზეს გარდაცვალების შემდგომ ფაქტიურად ჩვენ აღარ გვყავს დიდი ეგვიპტელი ფარაონი, რომელიც რაიმე სახით შეუნარჩუნებდა ეგვიპტეს სიძლიერებს, რაც თუნდაც რამზესის დროს იყო და პირველი 1000 წლეული იწყება ეგვიპტეში საკმაოდ რთული პროცესები, თუმცა შინა დაპირისპირება თითქმის იშლება ქვეყანას ამთავრებად, ამით ისარგებლებენ ეგვიპტელების, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე იმპერიები, როგორიც არის აქემენიდური ირანი, შემდგომ უცებ მანამდე ასურეთი და შემდგომ აქემენიანთა ირანიანი სპარსეთი, შემდეგ ალექსანდრე მაკედონელი და ბოლოს რომის იმპერიამ მთლიანად, ასე ვთქვათ, წყვეს ეგვიპტის ამ უდიდესი ცივილიზაციის კონე ქვეყნის არსებობას. ხო, მოდი სანამ მაქეთ წავალთ, მაინც დასასრულისკენ რაღაც დეტალები შევეხოთ, აი მაგალითად ჩვენ რაზედაც საუბრობდით, აი მეფეთაველის თემაზე ვახსენეთ რამოდენიმეჯერ და ეს მეფეთაველი რა იყო, რომ აუხსნათ სენელებს. ეს იყო დასაკრძალი ფარაონების პირამიდების ნაცვლად, მათ მეფეთაველს უწოდებთ. თებეს მოპირაპირე ნაპირზე იყო, კლდეში ნაკვეთი სამარხები იყვნენ და ეს ასახავდა მზის ღმერთის მოგზაურობას განასახიერებდა, ისე იყო მოკლედ და აქ ხდებოდა დამარხვა ფარაონების, ამბობენ რომ დაუშვათ პირამიდებიდან გადაასვენეს, რომ ფაქტი ის არის, რომ მეფეთაველში არის ფარაონები აღმოჩენილი და პირამიდებში ჯერჯერობით აღმოჩენილი არა გვაქვს. როგორც ნოდარი თქვა შემდეგ ჩვენ
ბოდიშით. ჩვენ ვიცით ეგვიპტეს უკვე ნენელა დაისი ალექსანდრე მაკედონელის, როდესაც იღებს და იქ ალექსანდრიას აარსებს, მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე პტოლომეუსი მოდის და სათავეს უყრის პტოლომეუსთა დინასტიას და საბოლოო ჯამში 30 წელს ველიწითი აღრიცხვით ბოლო დედოფალი იყო კლეოპატრა მე-7, მისი სიკვდილის შემდეგ ცნობილი ხა აღარ დავკონკრეტებით ეს ჯერ ცეზარის იულიუს კეისრის საყვარელი იყო, შემდეგ ანტონიუსის და როგორც დაასრულა ბოლოს ვიცით ყველამ. და ავგუსტუსი იპყრობს ეგვიპტეს და ჩვეულებრივი ეგვიპტეს კი არ ბოდიში რომი იპყრობს ეგვიპტეს და ავგუსტუსი და ფაქტობრივად რომის ნაწილად რესპუბლიკის ნაწილად ცხადდება ეგვიპტე და სხვადასხვა ეგვიპტეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეგვიპტე იყო მთავარი მომარაგებელი პურის ან რომისთვის. ეხა მოდი როგორ მოხდა იეროგლიფების გაშიფრვა თავში რაც ვახსენეთ, მაგაზე ისაუბრე ნოდარი და ნენელა თან შეჯამებისკენ წავიდეთ ამ თემასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ზემოთ ვახსენეთ, რომ ეგვიპტის ესე ვთქვათ სახელმწიფოს აღსავსრული ლამის დგება მაშინ, როცა ოქტავიანი ავგუსტუსი ციულის კოთხთან ამაცხებს ანტონიუსს და ეგვიპტე ხდება რომის პროვინცია, ერთ-ერთი ჩვეულებრივი პროვინცია და მისი ესე ვთქვათ ხორბლის და მარცვლეულების ნამდვილი ესე ვთქვათ ბეღერი. აქედან იწყება ეგვიპტის როგორც სახელმწიფოებრიობის ალბათ კვდობა და ეგვიპტური ცივილიზაციის უკანა პლანზე გადასვლა. რაც საბოლოო ჯამში ამ ყველაფერზე უბრალოდ საბოლოო ჯამში დიდი ზეგავლენა მოახდინა მაინც არაბიზაციამ და ასე ვთქვათ ქვეყნის ისლამიზაციამ. საერთო ჯამში ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო ძალიან მალე, რომელიც მათ არ იცოდა საკუთარი ენა, დააუწყდა საკუთარი ასე ვთქვათ რელიგიური იდენტობა და მოვედით ლამის 18 საუკუნის ბოლომდე, როცა ნაპოლეონის ეპოქაში მისი ეგვიპტური ექსპანსიის დროს 1799 წელს პოულობენ ეგრეთ წოდებულ როზეტის ქვას, ეს არის სამენოვანი წარწერა ეგვიპტურ ასე ვთქვათ იეროგლიფურ ენაზე შესრულებული და ბერძნულ ენაზე შესრულებული, თუმცა ადგილობრივ მეცნიერებს თუ ისტორიკოსებს საერთოდ არ ჰქონდათ არანაირი ცოდნა ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის მიმართულებით, რაც სამწუხარო რეალობაა, იმიტომ რომ საკუთარი ენაც კი დაივიწყეს ეგვიპტელებმა თითქმის 1700 წლის. ხო, ანუ არაბები არიან და რთულია ეხა გაარჩიო ვინ არის თავისთავად შემორჩენილი იქნება დნმ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ათქლეფილი ეხა თურქეთის მაგალითი რო ავიღოთ, თურქებს უწოდებენ თავს, მაგრამ ბევრი დაუშვათ ბერძნული დნმ ამოდის, ქართული დნმ-იც ამოვა სავარაუდოდ. ანალოგიური იქნება ეგვიპტეში, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იქ ბევრად მეტი არის, იმიტომ არაბები, არაბული დაპყრობები თელ ყველა კონტინენტს მოედენ. ან ესპანეთში იყვნენ, ყველაზე დიდი ესპანეთში იყო არაბული საამირო, ყველაზე დიდი თან ხო გასაოცარია ფაქტობრივად. და თელ აფრიკას მოედენ, აქით ჩვენსკენაც ამოვიდნენ თავისთავად აზიას მოედენ და ევროპაშიდაც კი დაიმკვიდრენ. და ამიტომ ისლამიზაციამ კი ეს მოუტანა საბოლოო ჯამში. კი ბატონო და ფაქტობრივად ნაპოლეონის ლაშქრობა დაიწყო გარდამტეხი, აი ეგვიპტეზე ვიცოდით თავისთავად ჩვენ ჰეროდოტენადაც ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ როზეტის ქვა იყო გარდამტეხი, რაც აღმოაჩინეს და შემდეგ გაშიფრეს. და როგორ გაშიფრეს მაგ თემასაც რო შევეხოთ, ახლა გაშიფრა ზოგადად არის ძალიან რთული. ახლა ხო არის კრეტაზე აღმოჩენილი A-B ტიპის დამწერლობები და დაუშვათ A ტიპის დამწერლობები დღემდე ვერ გაშიფრეს. აი მაგალითად ფესტოსის დისკო, ქართველი კვაშილავა იძახის მათემატიკოსი რომ გავშიფრეო, მაგრამ ოფიციალურად არ დასტურდება და ძალიან რთულია რომ ეგ დაადგინო მართლა გაშიფრა თუ ვერ გაშიფრა. იმიტომ რომ გაშიფრა ხდება ძირითადად რაც გაუშიფრიათ თუ სხვა ენაზე იყო წარწერა და როზეტის ქვაც ასე გაიშიფრა, ანუ სამენოვანი წარწერა იყო, ძველ ეგვიპტური, შემდეგ შუა პერიოდის ეგვიპტური და დაბლა ბერძნული.
ბერძნული და ბერძნული ენიდან გამომდინარე გაშიფრეს ეს ძველ ეგვიპტური იეროგრიფები და თავისთავად იცოდნენ უკვე რა იეროგრიფი რას აღნიშნავდა და აქედან გამომდინარე დაიწყეს ეს პაპირუსზე დაწერილი ან კედელზე დაწერილი სხვადასხვა იეროგრიფების შესწავლა და გამოკვლევა. იმატონო აბსოლუტურად გეთახმებით. თან ამაში ფონეტიკურმა, ასე რომ ვთქვათ, და იდეოგრაფიულმა ნიშნებაც ითამაშა თავისი როლი. იქ სამენაზეა რეალურად უბრალოდ სამ დამწერლობაზე შესრულებული ეს როზეტის სხვა. ხო, სამ დამწერლობა. ნუ სამი ენაც თავისთავად გამოდის. სამი ენა არა, რა თქმა უნდა. იეროგრიფები და დემოტური და მე ძველ ბერძნული და ძველ ბერძნულმა დამწერლობამ უდიდესი როლი შეასრულა და 1822 წელს ფრანსუა შამპოლიონმა ფრანგმა მეცნიერმა ამოაცხადა, რომ ეგვიპტური ასე ვთქვათ ამ როზეტის ქვის წარწერა იქნა ამოკითხული და გაშიფრა, ასე ვთქვათ, ეგვიპტური იეროგრიფიული სისტემა, რამაც უდიდესი როლი ითამაშა შემდგომ ძველი ეგვიპტის ისტორიის შესწავლაში, იმიტომ რომ უამრავი არტეფაქტის დაკითხვა გახდა შესაძლებელი. კი, რა თქმა უნდა, ეგვიპტოლოგია შეიქმნა ცალკე მიმდინარეობა მეცნიერება წარმოგიდგენია? და დღემდე შესწავლის თემა არის დღემდე. ბატონო. თან საბოლოო ჯამში აქაც ეგვიპტეს დასუსტებაც შუმერების რო განვიხილეთ, ახლა შუმერები უფრო მოწყვლადი ადგილას ცხოვრობდნენ, ყველა მხრიდან მტერი ყავდათ, მაგრამ იქ ვნახეთ, რომ მართალია ეს შლამი, რომელსაც ტიგროს და ევრფრატს ამოქონდა, სასარგებლო იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ მდინარეებში მარილის შემცველობა იყო და ეს მიწის დეგრადაციაც გამოიწვია. თვითონ ეგვიპტეში და ხო ფაქტობრივად აღარ ხდებოდა ეს წყალდიდობები, ეს შავი მიწა აღარ ამოდიოდა და საბოლოო ჯამში ნელა იკლო ამ წყალდიდობებმაც და იკლო დაუშვათ ამ ნოყიერმა მიწამ, ნოყიერი მიწის ნაკლებობამ თავისთავად მოსავალის დათესვა და მოსავლის მიღების ნაკლებობა გამოიწვია და საბოლოო ჯამში ეს ფარაონების, ანუ სწორედ ფარაონს ბრალდებოდა, ეს თუ ღმერთი ხარ, ანუ შენი ბრალია. და ასე მოხდა სწორედ მათი კულტის დამცრობას და შემდეგ რაც მოხდა უკვე ამ თემებს შევეხეთ. ეხლა შეჯამების სახით ფაქტობრივად რომ დავიწყოთ, ესე იგი პრედინასტიური პერიოდია ფაქტობრივად, ძველი წელთაღრიცხვის 6000 წლიდან 3150 წლამდე ეგვიპტის, ანუ ზედა და ქვედა ეგვიპტის გაერთიანებამდე, შემდეგ მოდის დინასტიური პერიოდი და 20 დინასტია გამოიცვალა, სულ ახლა აღარ ჩამოვთვლით რომელ პერიოდში იყო, საკმაოდ დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ამაზე ინფორმაცია, ვისაც აინტერესებს და საბოლოო ჯამში ბოლო არ მე-19 და მე-20 დინასტიები ვიცით, რამესიდების პერიოდს ეძახიან სწორედ ანუ რამზესის გამო და შემდეგ უკვე ალექსანდრე შედის იმაში ეგვიპტეში. ალექსანდრეს შესვლის შემდეგ იქ ალექსანდრიის დაარსება ხდება და ელინისტური სახელმწიფო იქმნება. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ალექსანდრე გარდაიცვალა, მისი სარდლებმა შექმნა, ანუ მისი იმპერია დაიშალა, დაუშვათ სელევკებმა შექმნა სელევკიდური ირანი და ასე შემდეგ. ანუ დაიშალა ნაწილებად და ეგვიპტეში ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოდის პტოლომეუსი და პტოლომეურთა დინასტია ძველი წელთაღრიცხვის 332-დან 30 წლამდე და სრულდება უკვე შემდეგ ვიცით დედოფალი კლეოპატრას მმართველობით, კლეოპატრა მე-7-ის მმართველობით. ზოგადად საინტერესო თემაა ეს ძველი ცივილიზაციები, ბევრი ინფორმაციას შეიძლება წააწყდე, კვლევის თემას წარმოადგენს დღემდე. თან ყველაზე მნიშვნელოვანი ეგვიპტე მაინც იმიტომ არის, რომ ასე თუ ისე ყოველთვის ჰქონდა ინფორმაცია თუ დაუშვათ შუმერებზე მოგვიანებით გავიგეთ და დაუშვათ ინდის ცივილიზაცია ჯერ მე-19 საუკუნეში მიაქციეს ყურადღება, მაგრამ მე-20 საუკუნეში 20-იან წლებში აღმოაჩინეს რეალურად ეს ჰარაპა, როცა გაითხარა პირველი ქალაქი და ამიტომ გამოეწოდა ჰარაპული ცივილიზაცია. ნუ ჩინური ცივილიზაცია ხო ეგ საერთოდ ცალკე ფენომენია, ერთადერთი ცივილიზაცია, პირველი ცივილიზაცია, რომელიც დღემდე არსებობს, უწყვეტობა შეინარჩუნა და ის 100 სკოლიდან ის კონფუციონი
კონფუციონიზმი, დაოიზმი და ის დღემდე მოიტანა. ეხლა ფაქტობრივად კონფუციონიზმი ერთ-ერთი როგორც ხელი სასულიერო ისევე საერო მოწყობის იმას განასახიერებს. ანუ ეგ ამ მხრივ მართლა საოცარია ჩინური ცივილიზაცია. ყოველთვის მიკვირდა, ეხლა ბავშვობაში სიმართლე რომ გითხრა, ბევრი არ მიკითხავს და არ მომიძიებია, ეხლა ინდურ ცივილიზაციაზე მართლა რომ გითხრა არ გავცნობენ, მაგრამ ჩინური ასე თუ ისე მაინტერესებდა. და ყოველთვის მიკვირდა, რატო არ ასწავლიდნენ სკოლაში ამას. ჩინურ ცივილიზაციას, მაინც ინდური ცივილიზაცია, ინდის ცივილიზაცია არც ვიცოდი, მაშინ სიმართლე რომ გითხრა, მე დიდობაში გავიგე. და საინტერესოა ჩემი აზრით ესეც, რომ ინფორმაცია კონდეს ბავშვებმა იმ დონეზე მაინც, რომ რაღაც წარმოდგენა კონდეს, რომ არა შუმერების და ეგვიპტების, არამედ არსებობდა სხვა ცივილიზაცია, სხვა ტერიტორიაზე და რომელიც საკმაოდ ისე. რაც შეეხება ეხლა ეგვიპტეს, მართლა საოცარია თავისი იმის. დღემდე გამოცანა არის ეს პირამიდების შენებლობა. დღემდე გაურკვეველი დიდი საიდუმლოს მქონე და ალბათ კიდევ რამოდენიმეჯერ გავიმეორებ, რომ სოფლიო 7 ძველი 7 საოცრებიდან ერთადერთია პირველი, რომელიც შეიქმნა და ჩვენამდე მოაღწია. სხვა დანარჩენმა ვერ მოაღწიეს. ესაც ხო თავისთავად რაღაცას ნიშნავს. გასაგებია პირამიდი თავის როგორც გამძლე სიმძიმის ცენტრი დაბლა აქვს და ეს გრევები და ის ნაკლებად მოქმედი და მიწისძვრები და ის, მაგრამ თავისთავად ვანდალები თავის ხელს ამჩნევდნენ ყოველთვის და მაგის სახე ეტყობა ეგვიპტურ პირამიდებს. მადლობას მოგიხდი, ნოდარი, თუ შენი მხრივ რაღაცას დაამატებ და ბოლოში ჯამებისკენ წავიდეთ. დავამატებ, მე აბსოლუტურად გეთანხმები. ეგვიპტური ცივილიზაცია დღემდე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ალბათ ბოლომდე შეუცნობელი ცივილიზაცია და მე როგორც რაღაცა ისტორიით დაინტერესებული ადამიანისთვის მინდა რომ სულ ეს ერთად დარჩეს, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა საინტერესო ისტორიები ამოტივტივდეს და არასდროს არ დასრულდეს. იმიტომ რომ ისტორიით მშიერი ადამიანი გამიგებს ახლა რადგან ვამბობ. აბსოლუტურად გეთანხმები სხვა ცივილიზაციებთან დაკავშირებით და ჩინეთი მართლა ფენომენია. რაც შეეხება ძველ ეგვიპტეს და ძველ ეგვიპტურ ცივილიზაციას, მისი მთავარი სიმბოლო ასევე გეთანხმება არის რა თქმა უნდა პირამიდა და ის გამოთქმა ამახსენდა, არ ვიცი ზუსტად თუ ვიტყვით რა ინტერპრეტაციას გავუკეთებ, რომ ყველას ეშინია დროს და დროს ეშინია პირამიდების, იმიტომ რომ ერთადერთი ბოლო 5000 წელია დგას და არ იცვლება ლამის და ბუნება არ ცვლიდა ჩვენ ცვლით. ჩვენ ვერევით ცუდად. ხო, ვანდალიზმით თუ დავაზიანებთ, თორე ბუნება როგორ ჩანს კი არა ფაქტის სახეზეა, ამდენი 1000 წლეულია უვლის და ჩვენამდე მოიტანა. ძალიან საინტერესოა, ვიმედოვნებ, რომ საინტერესო გამოვიდა მსმენელებისთვის და ჩვენ მხრივ წარმატებები ვსურვებ, საინტერესო მოსაუბრე ხარ, სადაც მადლობა პირველ რიგში და თან მოდი მაგ თემას რაღაც თან როგორ რაღაც არის, იცი, ქვა ხო ისეთი რაღაც არის, რომ რასაც ბუნებაში ფაქტობრივად არ იშლება რაღაცა და ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილი გვაქვს ქواთა ღაღადი, რაც სომხებს მიუძღვნა თავის დროზე გარკვეული ტერიტორიების გამო, მაგედან ინტერპრეტაცია გამიჩნდა ასე 5 წლის წინ ტაუკლარჯეთის მოგზაურობის დროს და ტაუკლარჯეთის ვიდეოებს, დოკუმენტალური სტილის ვიდეოა 1 საათნახევრიანია დაახლოებით, ქواთა ღაღადი დავარქვი და მართლაც, ქვა გელაპარაკება, ქვა გესაუბრება, ის თავის წარწერები, თავის ხუროთმოძღვრების, თავის იმით, ქვა გესაუბრება, რომელი კულტურის ნაწილია. ანალოგიური არის სწორედ ეს პირამიდები, მართლაც ქვები ღაღადებენ, ქვები გესაუბრებიან და მართლაც ადამიანის ცუდად ჩარევა აზიანებს, სწორედ თუ გინდის ხეოფსის პირამიდას ზემოდან თავზე ის სამკუთხედის ის რო ედგა ოქროს, მას ამბობენ რა, ფაქტობრივად მოპარულია პირმა იმით დინამიტის სადაგზის გაკვლევა, ზოგმა როგორ ადამიანმა დააზიანა ისევე, ადამიანები ცუდად ვერევით თავისთავად. არა მარტო ბუნებაში, არამედ თვითონ ჩვენივე შექმნილებს, ჩვენ თვითონვე ვანადგურებთ და ამის ძალიან ბევრი ფაქტია, ეს ვანდალიზმის ხო საიდან დამკვიდრა, ეს ვანდალებიდან, რომელაც რომია ისე გადარცვეს, რომ იმ ხელა რაღაც დაატრიალეს, რომ ვანდალიზმი ტერმინი დამკვიდრა. მე მადლობას მოგახსენებ
პირველ რიგში ჩემი პირველი სტუმარი ხარ. იმედი ამ მომავალში კიდევ შედგება ჩვენი კოლაბორაცია. მადლობა სტუმრობისთვის. მართლაც ნაყოფიერი გამოვიდა, შეიძლება რაღაც ლაფსუსები იყო, რაღაცები გამოგჩა, მაგრამ არა უშავს, მაგნენილა დაიხვეწება და წარმატებას გისურვებ კიდევ ერთხელ. და მაყურებელს დავემშვიდობებით და ასევე.